და ისევ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კულტურის მინისტრმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია და მინისტრის ბრძანება უშიკიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ამბობს, სამსახურიდან მისი დათხოვნის მიზეზი ის წერილი გახდა, რომელზეც მან ხელის მოწერა შვებულებაში ყოფნის გამო ვერ მოახერხა. კულტურის მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ უშიკიშვილის გათავისუფლების მიზეზი სამინისტროს დავალებისთვის თავის არიდება გახდა. მან აუდიტის დასკვნაზე განმარტებები არ წარმოადგინა და შეგნებულად ხელი არ მოაწერა აუდიტის დასკვნის პროექტს, ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში. კულტურის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გავრცელებია. გიორგი უშიკიშვილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა, მის სახელთან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო დაკავშირებული. გუში ჩემთან იყო მოსული იურისტი კულტურის სამინისტროს, განმეცხადა, რომ ვითომ ასეთი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებაა, რომ სასწრაფოდ უნდა დაწყო განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემექნებოდა უფრო მეტი პრობლემა, მათ შორის შეიძლება ფინანსური პოლიციაში დავალება და შემდეგ. მე იქვე უთხარი, რომ მე არ მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ხა ჩემთვის, ასე ვთქვათ, მოიცალოს ჩემი საკითხისთვის. სამი თვეა გამოწმებს კულტურის სამინისტრო აუდიტი, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ რო წარმოადგენეს მორიგი სისულელეები, ჩვენ ამაზე უპასუხეთ. და მე ხოთაშორის თხოვ კულტურის სამინისტროს, რომ თუ არ გაასაჯაროებს თვითონ აი ამ დოკუმენტაციას, მე თვითონ გავასაჯაროებ, რაში იყო საქმე. თავარი ამოცანა არის ის, რომ ანზორ რეკომენდაციებმა აღადგინა სამართლიანობა. შემიძლია პირდაპირ თქვა, იმიტომ რომ ეს კაცი არის ყველაფრის თავი და თავი, იმიტომ რომ ეს კაცი იყო ის კაცი, რომელსაც განმეცხადა, რომ ფოლკლორში ვისაც ცოლი მოყავს, მას ეკითხებიან და მთელი პასუხისმგებლობიდან განმეცხადა, რომ ყველა ჩემს მიმართ სიბინძურე მოდიოდა ამ ადამიანისგან.